ჯულფასო მაყურებლებო და სვენელებო, მე დღეს გადავთარგმნი, უბრალოდ ავტორთან გადავთარგმნი ვიდეოს, როგორც შეგვედით წინა ვიდეოში, მონობა კოსმოსში. ეს ვიდეო წარადგინა რუსულ ენაზე არხმა პრაბუდიტის ინგლისურიდან ნათარგმნია. ეს ვიდეო ატვირთულია, ცოტა ძველი კი არის, 2020 წელს 11 აგვისტოს. კი, ეხა მონობა, რაც შეეხება მონობას, მონობა ახლაც მიდის დედამიწაზეც, ახლაც არის დედამიწაზეც კოსმოსში, მაგრამ ნუ ეხა დედამიწაზე უფრო გააკონტროლებს ადამიანი და კოსმოსში შედარებით უკეთესი კი ამ მდგომარეობა. ახლა ნაკლებადაა მეცნობა, მაგრამ მაინც არის და დედამიწაზეცა დასაკვირველია დარჩენილი, თუმცა უკვე იმ მასშტაბით არა, ადრე რომ იყო. ამიტომ თუ რამე კი ეს ინფორმაცია ცოტათი დაძველებულია, მაგრამ აქ ბევრი ინფორმაცია ისეთი მოყვანილი, რომელიც ძალიან საინტერესოა. ამიტომ მე დიდი ხანია ნათარგმნი მაქვს ეს თემაც, მაგრამ უფრო სხვა ახალი ამბები მინდოდა თქვენთვის წარმომედგინა და ამიტომ დამრჩა. მე რა დღეს რომ 25 წელია, რაი 20 წლიდან გავიდა მხოლოდ 2 წელი. მოდით ახლა დავიწყოთ. საღვთო მოპოვების მრეწველობა კოლონიაში გარუნდა 5-ში, ეს არის სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრი, გარუნდა 5. ეს არის კოლონია, სადაც მოიპოვებენ საჭირო ნივთიერებებს. ხო, კოლონია გარუნდა, ეს არის სატურნის კიდევ ვიმეორებს, სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრი. 2014 წელი. ქალის ხმით ლაპარაკობს წარმოადგენელი, ვინც ამ ვიდეოზე ყვება. მე ჯერ მახსოვს ის დღე, გადამ მასეც დაივიწყებ, ამ დღეს ჩვენი ცხოვრება შეითვალა სამუდამოდ. ცა იყო წითელი ჰაერი გაიჟღრინთა ტერორით. კოლონიის გახმა, განგაშის ხმა ნაბრძანებია ყველამ შეიკრიბოს ევაკუაციის ზონაში. ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ არის საშიშროება შემოჭრისა და ჩვენ უნდა დაგვიცვან. მოგვიანებით მე გავიგე, რომ ეს იყო მასშტაბური გეგმა საუკეთესო გენეტიკური მასალის შესანახად. აი ჩვენ ვინ ვიყავით და მართველები გარუნაზე გვთლიდნენ სასიცოცხლო მნიშვნელოვან მასალად. ხო, ესეთი ცხოვრები კოლონიაში გარუნდა, როგორც მოგითხარით, ეს სატურნის თანამგზავრია გარუნდა 5. იქ თურმე ხალხი ყავდათ, როგორც გენეტიკური ცდებისთვის და ეს როდესაც მაგათმა ცრუ განგაში ატეხეს, უბრალოდ უნდათ ხალხი შეგროვილიყო ერთ წერტილში, რომ შემდეგ მათგან აერჩიათ საჭირო მასალა. მე მაშინ მეგონა, რომ
სამშობლოში ცხოვრობდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო განთავისუფლება ტყვეობიდან. ჩვენი გამგზავრების შემდეგ მოხდა კოსმოსური ბრძოლა. მას კი მოყვა შემოჭრა უცხო პლანეტელების ფლოტისა კოლონიის ატმოსფეროში, ის რაც ატერორიზებდა ჩვენ მმართველებს, შემოbrunდა საბოლოოდ ჩვენი გამარჯვების დღეთ. ხო, თურმე განგაში რომ ატეხეს შემოჭრა არისო მოსალოდნელი, ის უცხო პლანეტელები, ვინც აპირებდა შემოჭრას, ამ ხალხის განსათავისუფლებად მოდიოდნენ მაგ პლანეტაზე და აი ზუსტად ისინი შემოიჭრა და განთავისუფლა ეს ხალხი და მართლები ჩამოაგდო მაგ პლანეტის გარუნდა ხუთის. და ის ადამიანი მე იხსენებს, ვინც ამას ლაპარაკობს. ენცელადი, სატურნის თანამგზავრი, ხო, ეს უკვე მეორე სატურნის თანამგზავრია, ენცელადი, მეორე თანამგზავრი ის არა. ის გარუნდა ხუთი იყო. ეს არის მეორე თანამგზავრი სატურნის ენცელადი. ერთი წლით მოგვიანებით მე გავიგე, რომ ეს იყო ნაწილი მთავარი ოპერაციისა. სინათლისა გიგანტური წმენდა ქიმერას ბაზებიდან. კოლონიებისა და იმპლანტაციის სადგურისა. ამ გაწმენდას მეთაურებდნენ აშტარი და მანდოსი იუპიტერიდან, მიმოსი სატურნიდან, კიდევ მესამე მიმოსი არის სატურნის მესამე თანამგზავრი, მიმოსი. ხო, წინა თუ იყო გარუნდა ხუთი, მერე მეორე არის ენცელადი და მიმოსი არის კიდევ ერთი თანამგზავრი სატურნის. ეს ერთიანი ოპერაციები მოკლე დროში დამთავრდა სინათლის ძალების გამარჯვებით მთელ მზის სისტემაში. მაშინვე ჩვენი ხომალდი დამაგრდა, შეუერთდა სხვა ხომალდებს, სხვა აშტარის ხომალდებს და მე მომიყვანეს მასთან, მისმა გუნდა ამეხსნა ჩვენი სტატუსი მონებისა, რომლებიც ეკუთვნოდა ორიონის იმპერიას. მაგათმა გადაგვიყვანეს ჩვენ სამყაროში. ხო, ესე იგი, ის კოლონია, რომელიც განთავისუფლდეს, ეკუთვნოდა თურმე ორიონს. თანავარსკვლავედი, პლეიადები, 2 წლის შემდეგ კარუნას ყველა მაცხოვრებლებმა ეს კარუნა უკვე ეკუთვნის პლეიადებს. ხო, ეს თავის დასახელება თანავარსკვლავედი პლეიადები 2 წლის შემდეგ. და კარუნა არის ერთ-ერთი პლანეტა აქ. კარუნას ყველა მაცხოვრებლებმა მიიღეს სამედიცინო დახმარება, რომ აღედგინათ, რომ აღდგნენ მრავალწლიანი ტრავმებისაგან. ახლა მე მესმის, რომ ცხოვრობდი სიბნელეში, ახლა მე მესმის, რომ ცხოვრობდიო სიბნელეში
ისე ვერ ჩერდება ეს ეკრანი. ხო, ახლა მე მესმის რომ ცხოვრობდიო სიმღერაში. ახლა კი გავხდით კოსმოსის წარმომადგენლები ზუსტად, ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თქვენ პლანეტას, სადაც აქ არის დაახლა, ხო, რას ნიშნავს, სადაც აქ არის დაახლა პლანეტა, ჩვენ ახლა პლანეტაზე ვცხოვრობთ, ახლა და აქ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ წოდროში, აქ და აქ და არა სადმე სხვაგან. სხვა დროის ხაზში, ან სადმე სხვა განზომილებაში. ნუ როგორც გერმანელები აკეთებენ ხოლმე. დარდიან დროის ხან წარსულში, ხან მომავალში, არა. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ დედამიწა ცხოვრობთ აქ და ახლა. ახლა მე ცხოვრობ აქ და ამ წრეში. ხომ გესმით ჩემი? შემდეგ. სადაც ახლა ხდება უდიდესი ბრძოლა, რომელიც განსაზღვრავს galaktikis მომავალ ბედს. დიახ, იმიტომ რომ დედამიწასთან ერთად იცვლება მთელი მზის სისტემა, ჩვენი სისტემა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება პოზიტიურად მზის სისტემის დედამიწა თუ ვითარდება, მასთან ერთად მთელი მზის სისტემა ვითარდება. ხომ გესმით ჩემი და ამაზეა დამოკიდებული ჩვენ ხო შევდივართ galaktikis შემადგენლობაში ჩვენი სისტემა. ხო და ჩვენი სისტემა რა გზითაც წავა, იმ გზით ის გავრცელდება galaktikasეც. 2012 წელს წინააღმდეგობამ გაწმინდა მზის სისტემა ყველა საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისაგან, მაგრამ დარჩა კოლონიები, რომელსაც იცნობენ დარჩა კოლონიები, რომელსაც იცავენ ქიმერის დაჯგუფებები. ქიმერა რა არის? მე თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში აგიხსენით. ქიმერა არის ხოჭოების ცივილიზაცია, ძალიან გონიერი ხოჭოების ცივილიზაცია, რომლებსაც ჰქონდათ ბაზები დედამიწის მიწისქვეშ. ეს ბაზები გაწმინდეს, მაგრამ კიდევ არის დარჩენილი, დღემდე წმინდავენ ამ ბაზებს, კიდევ არის დარჩენილი, რადა ეს ქიმერის ხოჭოები ძალიან მალე ვრცელდება, ძალიან ბევრ თავის ნაერ კვერცხებს დებენ, კვერცხებითა თუ ρίთა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ამათ აქვენ იარაღი და სპეციალური იარაღი, ხო, რომლითაც შეუძლიათ შეტევა მიაყენოს მოწინააღმდეგეს. ამიტომ არ ვიცი ახლა ეს ამ იარაღის წინააღმდეგ თუ რამე გამოიგონეს და რადგან ადრე ცდილობდნენ რამე საწინააღმდეგო გამოიგონათ ამ ქიმერის იარაღის წინააღმდეგ. არ მახსოვს ზუსტად მათ იარაღს რა ქვია, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად გამოიგონეს თუ იგონებენ, ხო და რადგან მათი განადგურება მხოლოდ საბოლოოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ესე იგი წინააღმდეგობის წევრებს ეცოდინებათ თუ როგორ უნდა განადგურდეს მათი იარაღი. თორე ისინი ისე მალე მრავლდებიან, მე ამაზე ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. უბრალოდ აგერ გითხარით რაც ვიცოდით. კორიგუდი, თავიდან როდესაც მე შევედი უცხოპლანეტელებთან კონტაქტში, ჩვენ თვითონ მივეცით უფლება გავეტაცეთ, თვითონ მივეცით უფლება გაიტაცათ ადამიანები, უამრავი ხალხს იტაცებდნენ, ადრე ახლა არ ვიცი, და ისინი არასოდეს ბრუნდებიან ამრიგად.
ამურალმა ბანკროტებმა კაბალაში გაიფიქრეს, მოიცათ, თუ გვინდა მომავალში უთოპლანეტელებთან ურთიერთობა, ჩვენ შეგვიძლია მათთან ადამიანებთან, ჩვენ შეგიძლიათ მათთან ადამიანებით ვაჭრობა. უილიამ ტოპკინსი. მონობა დღეს მთავარი ბიზნესად რჩება. კოლონიალური ბიზნესი, რისი შექმნა გინდათ, რისი მოწევა გინდათ, რისი აშენებაც გინდათ, ყველაფერი ეს კეთდება მონებით. ესე იგი, ეს არის დიდი ბიზნესი, ეს ხდება ახლად. მონობა დიდი ხანია ყვავის. დევიდ ულკოკი. საფრანგეთში, ინგლისში, ისპანეთში მრავალი შთამომავლობა ყვაოდა მონობა. ალბათ ეს დაკავშირებულია ილუმინატებთან, მეფურ ოჯახებთან, ისინი ხომ თანამშრომლობენ საიდუმლოდ ამ საკითხებში და იგივე მმართველობის სისტემები კოორდინაციას კოორდინაციას უკეთებენ იმისა, რომ კაბალას ილუმინატების ქვეყნებში რომ კაბალას და ილუმინატების ქვეყნებში განახორციელებდნენ მონებით ვაჭრობას ასობით წლების განმავლობაში. ახლა კი ეს სისტემა გაფართოვდა galaktikურ მონებით ვაჭრობამდე, რაშიც უთოპლანეტელები არიან ჩართული. დიახ, მე როგორც გითხარით, მონობა ახლაცაა, მაგრამ იმ მასშტაბით არა. კორიგუდი, მე თვითონ მაქვს ეს ნანახი. მონებით ვაჭრობა არასდროს დამთავრდება. მისი ტემპები გაიზარდა. დედამიწაზე არც კი შემცირებულა ტემპები. ყოველ წელს იკარგება 1 მილიონი ადამიანი. მონებთა ვაჭრები ეძებენ ყველაზე ჭკვიანებს და ნიჭიერებს ადამიანებს და მიყავთ მათ ოჯახის რამდენიმე წევრი ერთდროულად, რომლებიც ფლობენ ისეთივე უნარებით. საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში მონებს მოყავდა ცაკვები, ქმნიდნენ ჰიდროპონიკა წყალზე რომ მოყავთ მცენარეები, საჭმელი. სხვა ცის პლანეტებზე, სხვა პლანეტებში კოლონიებში ასახლებდნენო. ჩვენ მზის სისტემაში ზოგი მშენებლობით იყო დაკავებული, მასეთ ხალხს იტაცებდნენ პლანეტებიდან და იძულებდნენ რამეს კეთებას. კიდევ მინდა გითხრათ, რომ ახლა იმ მასშტაბით არა, ახლა ბავშვებსაც რამდენი ბავშვები გაანთავისუფლეს, მაგრამ მაინც პენიბრელისაც აქვს ნათქვამი. პენიბრელის სტუმარად რომ მუშაობდა, გადაყავდა უმრავლეს შემთხვევაში მონები. ის ხალხი, რომლებიც პლანეტას იპყრობდნენ, გერმანელები, რომლის მაცხოვრებლები წინააღმდეგი იყვნენ, ხარკი გადაეხადა დრაკონიელებზე, ისინი შემდეგ ამ პლანეტას ანადგურებდნენ და ხალხს იტაცებდნენ და ყიდნენ შემდეგ სხვადასხვა მიზნებისთვის. ტონი როდრიგესი. საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილეები, როდესაც ეს ხალხი ღამით მიდიან შენ საძინებლებში და შენ გაყავდით ოთახებიდან, ისინი ქმნიან კარიბჭეებს შენ ოთახში, შუა ოთახში. წამოგიდგენთ, შუა ოთახში კარიბჭე გაიხსნება, შემოდის ვიღაცები და შენ ვიყავ ხარ, შენ გიტაცებენ. როდესაც შენ გიტაცებენ, სამხედრო ელები ან სპეცნაზელები, ხალხი
მაშინ მოდიან ორ-ორი კაცი. ხო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ერთი რუხი უცხოპლანეტელი იყო და რამდენიმე რეპტილია პატარა ზომის. ისინი პირველ რიგში ეხავენ შენ ნების ძალას. უпростად მაპატიეთ შენი ნების ძალას. ხო, ეხავენ შენი ნების ძალას და გიტარებენ ტესტს, რომ გაიგონ ყველაზე უკეთ ლისტვის გამოდგები. მე მყიდიდნენ არენდად მივყავდით სხვა პროგრამებში და ან რამდენიმე პროგრამაში ერთდროულად. თუ მიყავთ სამხედროელებს, ის ხალხი მსახურობენ მხოლოდ საფეხმავლო ჯარში. ფეხმავლები არიან. ამიტომ ხო, ან უბრალოდ მუშაობენ მარზე. მე ვიყავი მონა, ამიტომ თუ ერთი სამუშაოსთვის უკვე არ ვარგიხარ, მამზადებდნენ და გადავყავდით სხვა სამუშაოზე. ბოლოს მოხდი თვალეზე. შემდეგ მარსის კოლონიის კორპორაციაში და იქ მე მამზადებდნენ როგორც სამხედრო ერთეულს. შემდეგ მასწავლეს კოსმოსური ხომალდეების გარემონტება და გამყიდეს ცერერას კოლონიის უпростად მიმყიდეს ცერერას კომპანიის კომპანიას. მივყიდესო ცერერას კომპანიას. კოლონიის კორპორაციას. ამას მართავს გერმანელები. გერმანელების ჯგუფის გამოყოფილი ნაწილი. ხო, გამოყოფილი დედამიწელი გერმანელებისგან. არისტოკრატები თითქმის კოსმოსში არიან მხოლოდ არისტოკრატების შთამომავლები. იქ ომის შემდეგ როდესაც ჩვენ იქ მივიყვანეს კარიბჭით მატარებლით ჩვენ რომ ჩამოვედით, აღმოჩნდით უზარმაზარ ანგარში 300 მეტრი სიგანის და ის საფი იყო გერმანელი ჯარისკაცებით. თითქოს უცებ მე აღმოჩნდი გერმანიაში. მე ვიყავი შოკირებული და იქ იყო ტიპიური გერმანელი ოფიცერი პისტოლეტით კობურაში. ის იყო ასაკში. მან გვითხრა ინგლისურად, წადით იქით, თქვენ მონები ხართ. რენდი კრამერი, ტონი როდრიგესი, რენდი კრამერი, ხო? ესენი ყველა არიან მონაწილეები კოსმოსურ პროგრამების. რენდი კრამერი, როდესაც გერმანელებმა თავიანთი ბაზა შექმნეს ანტარქტიდაში, იმ დროიდან ისინი არ იყვნენ გერმანელები, რადგან ცხოვრობდნენ არა გერმანიაში და მათი ელჩები მოდიოდნენ ვიზიტებით და ამბობდნენ, რომ აზრი არ აქვს დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, სამამულო დავწერე, მსოფლიო ომი
დიახ, აშანტაჟებდნენ ამერიკას და მის მოკავშირეებს, რომ აზრი არ აქვსო დავიწყოთო მესამე მსოფლიო ომი, უნდა შექმნათ რაღაც ხელშეკრულება და მათ შესთავაზეს საიდუმლო ადგილი გაეროში, რაზეც ადამიანებს წარმოდგენა არ ქონდათ და იყო მშვიდობიანი დოკუმენტაციაზე მოწერილი ხელი და მათ უთხრეს, კარგი, აი თქვენ ადგილი გაეროში და დათანხმდნენ წესს, რომ ეს ყოფილიყო გერმანელები და ახლა ახალ შვაბიელებმა შექმნა თავიანთი სუპერ ევგენური საზოგადოება. იცით რამდენ გითხრათ? თქვენ ახლა ოღონდ ნუ გადაყვებით ახლა რასაც გეტყვით იმას. პანიკაში არ ჩავარდეთ. ვიწიერი კი მეორე მსოფლიო ომის დროს ბოლო მოუღეს მიწიერთ გერმანელებს, მაგრამ ის გერმანელები, რომლებიც გამოიყო ამათ თავიანთ ხალხს, არისტოკრატია, მათ ხელი არ მოუწერიათ კაპიტულაციისთვის. ამიტომ ოფიციალურად არ არის საბუთი, რომ გერმანიამ ომი წააგო. პირიქით, სამამულო ომი, ეს მსოფლიო ომი წააგო რუსეთმა, ამერიკამ და მოკავშირეებმა. დიახ, რუსეთმაც. არავის არ მოგია ეს ომი. ხო, და როდესაც შემდეგ ეს არისტოკრატული გერმანელები მოუბრუნდნენ ისევ ამერიკას, რუსეთს, ინგლისს და უთხრენ თან ამათ ამ გერმანელებს, რომლებიც გამოეყო თავიანთ ერს, ქონდათ ძალიან განვითარებული ტექნოლოგიები უკვე იმ დროისთვის. ეს ხომალდები კოსმოსური და ეს რატომ და ამათმა მანამდე გაუშვენ ბიორდი ამერიკელი არ მახსოვს ზუსტად რა ჩინი ქონდა ამ კაცს, პოლკოვნიკი იყო თუ რაღაც ჩინი ქონდა მაღალი. რუსებიც იყო სხვათა შორის, საბჭოთა კავშირმაც გაუშვა იქ თავიანთი ჯარი მაგ შვაბიელების სამოსახოცად, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს. პირიქით, ამოხოცეს მთელი რუსული ფლოტი, ამოხოცეს მთელი გერმანული ფლოტი, დატოვეს მარტო ეს ბიორდი, რომ მას მოეტანა ამბავი ამერიკელებისთვის. იქ ახალ შვაბიაზე ანტარქტიდაში დიდი ხანია ბაზები ჰქონდათ, დიდი ხნის მანძილზე დრაკონიელებს. დიახ, ეს გერმანელების რომ დასახლდნენ შვაბიაზე, ეს იყო დრაკონიელების ბაზები და მათ არენდათ მისცენ გერმანელებს. ისინი ეხმარებოდნენ გერმანელებს. დიახ. და სხვათა შორის იმიტომ ამბობ მე, რომ ყველა კონტაქტორს ვერ დაუჯერებ, რადგან თავიდან მე უსმენდი ძალიან საინტერესო მეჩვენებოდა ირინა პოზოროვა თუქსმენიად. ხო, და მათი ესე იგი აკაუნტის დასახელება არის YouTube-ზე კასიოპეა. მე მათ უსმენდი ამ შეკითხვები ბევრს უსვამდნენ, ბევრ შეკითხვას მსმენელები. ხო და როდესაც მას კითხეს, რა მოხდა ანტარქტიდაშიო, მაგათმა სულ სხვა პასუხი გასცენ. მხოლოდ ამაზე კი არა, კიდე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხვა პასუხი მე მჯეროდა იმ პასუხების. ახლა ამომტირდი და ვიღაცა მაშინდელი კასიოპეას რომ უსმენდი, მაშინ რაღაც კომენტარი დავწერე, მე ქართულ ვიდეოს მიუწერე რაღაც კომენტარი და ახლა მომწერა პასუხი ერთმა მსმენელმა და მე მწვენია სამაგერო პასუხის გაცემას, რადგან ის ხალხი ტყუილს ავრცელებდა. დიახ, ის კასიოპეა ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. თურმე ამბობენ იმასაც, რომ რეპტილოიდები კარნახობენო მაგათ. შეიძლება, იმიტომ რომ სულ სხვა ინფორმაციაა და შემდგომში უყვე. მე რომ გამოვიყვე მოწერილი ხელმოწერა მქონდა მასზე, ხელმოწერა მქონდა კიდე მეორე გამოყოფილი, მათ კიდე გამოიყო მეორე ჯგუფი. იმათაც არასწორი
ინფორმაცია ჰქონდათ, არასწორ პასუხებს იძლეოდნენ, სულ სხვა ყოფილა მათი პასუხები, სულ სხვა ყოფილა სინამდვილეში სიმართლე, სხვა პასუხები, უფრო მართალი პასუხები ვნახე. მე მათ გამოვიყავი, მივატოვე მათი მოსმენა. ამიტომ ვამბობ, ბრმად არაფერს თქვენ ჩემ ნათქვამსაც ვენდობით ბრმად, მაგრამ თუ თქვენ გააქვთ, თუ თქვენ გული რასაც კარნახობთ, შეიძლება არ ხართ მზად ამ ინფორმაციას მოусმინოთ, შეიძლება ბერმა შემაგინოს, ან სულელი მითხრას, ან ჭკუაზე არის ეს ქალი თქვან, მაგრამ არ ვიცი, ნეტავ არა. შეიძლება რაღაცაში ვწდები, მაგრამ მე ბრმად მეც არავის ვენდობი, მე თქვენ უბრალოდ მოგაწოდებთ ინფორმაციას. ახლა დედამიწას ფორმასთან დაკავშირებით ჯერ ამას არ გახსნიან, სიმართლეს დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით გაიხსნება, მაგრამ დრო უნდა. ამიტომ მე არ ვესპურები ადამიანებს იმ თემებზე, რაც არა ჯერ დამტკიცებული, მაგრამ რაც პროგრამებს ეხება, კოსმოსურ პროგრამებს, მონაწილეები თვითონ არიან მტკიცებულება. ეს პენი ბრეტი, ტონი როდრიგესი, რენდი კრამერი, კორი გუდი, იგივე ელენა დანანი, SGPI, კიდევ ჩამოგიცით ბევრ, იგივე კვასილიასი, მონაწილეებს გულისხმობ მე, იგივე მარშალ, დონალდ მარშალი, 5 ვიდეო მაქვს მე გადათარგმნილი მისი, იგივე ინგლისელი, ხო, მაგის კიდევ მაქვს მე ვიდეოები გადასათარგმნე, მაგრამ შეიძლება არ გადავთარგმნო, რატომ და ის უფრო დაძველებული ინფორმაცია, მე მინდა თქვენ ეს უბრალოდ დაწერილი მქონდა ახლა და მონობათან დღესაც არის ეს თემა აქტუალური, თუმცა იმ მასშტაბით შეიძლება არ ხდებოდეს. ხო, მე თქვენ უბრალოდ ბრმად კი არ მენდოთ თუ სკეპტიკურად ხართ განწყობილი. ბრმად არაფერს არ უნდა ედოთ, ბრმად საკუთარ მამა და დედასაც არ უნდა ედოთ და არ შვილებს. თქვენ უბრალოდ გეძლევათ საბაბი იმისთვის, რომ თქვენ თვითონ გამოიკულიოთ. თქვენ თვითონ. მე ამ ვიდეოს იმიტომ ვდებ, რომ თქვენ დაინტერესდეთ ამ თემებით და თქვენ თვითონაც გამოიკულიოთ. ეგებ ვინმეს გაგაჩნიათ რამე ძალა. ეგებ ვინმეს გაგაჩნიათ რაღაც მოგონებები, რომელსაც თქვენ ვერ ლაპარაკობთ. გრცხვენიათ, რომ ან გეშინიათ, რომ გიჟათ არ ჩაგთვალონ, ან გეშინიათ, რომ ვინმე დაგცინოთ. თქვენ თუ მართლა გახსოვთ რაღაცა, არ შეწყოთ იმით, რომ თქვენ დაგცინიან პირიქით. ვინც თქვენ დაგცინიან იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ მართლები ხართ, ისინი დასცინიან თავის თავს. თქვენ თუ რამე ხილვები გაქვთ, თქვენ თუ რამე მოგონებები გაქვთ, თქვენ თუ რამე გახსოვთ, მაგალითად თქვენ ხედავთ იმას, რასაც დაუშვათ თქვენი სხვა ოჯახისებრები ვერ ხედავენ. არ შეგწხვეთ. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ რაღაც უნარი გაგაჩნიათ. ხო, თუ თქვენ ხართ ლურჯ თვალებამწვანე, თვალებაქერათმიანი და თუ თქვენ რაღაც უნარები გაგაჩნიათ, თუ თქვენ კითხულობთ ადამიანის ასლს, უნებლიეთ, ან ინსტინქტი გაქვთ განვითარებული, მეექვსე გზნობა. ადამიანს ხო ოფიციალურად 5 გზნობა გაჩნია, ეს ინსტინქტი არის მეექვსე გზნობა. თქვენ თუ ინსტინქტი გაქვთ განვითარებული ძლიერ, მაშინ არა საბავშვოდ თქვენ რამე ძალით ფლობდეთ. შეიძლება თქვენ რამე მაგიით ფლობთ, ან თეთრი, ან შავი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ძალა გამოიყენოთ სასიკეთოდ. მერწუნეთ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. პენი ბრედი. მე პენი ბრედი ვარ. მე ვარ ვეტერინარი საიდუმლო პროგრამებისა, საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილე, ვეტერანი. მე მსახურობდი გერმანულ ფლოტში და არა საკუთარი ნებით. ესე იგი, არა თავისი ნებით არ მისულა იქ პენი. მიყიდეს. არავინ არ მსახურობს საკუთარი ნებით გერმანელ კოსმოსურ შავ ფლოტში. იმ დროს ჩვენ გვიტაცებდნენ ბავშვობაში რაღაც მომენტში მოგვიანებით კი დაიწყეს
ბავშვების გვიან ასაკში გადაცემა. ხო, პენი ამბობს, რომ ადრე თუ იტაცებდნენ დაუშვათ 4-5 წლის ასაკში, მერე დაიწყეს ხოლმე მოგვიანებით ასაკში ბავშვების გადაცემა. ეს 13, 14, 10 წლის ასაკში. მიზეზად თuliდნენ, რომ დიდები ჭკუაზე იშლებოდნენ, გიჟდებოდნენ, რადგან კოცონსი მათთვის იყო სხვა გარემო. მათ ამის მიღება უჭირდათ. ბავშვების სულეთი იყო, მასე ეგონათ. არა და ბავშვებიც ჭკუაზე გადადიოდნენ. ხო, მაგრამ ნაკლებად. 1959 წელს მე ცერეუმ გამიტაცა და წამიყვანა ლენგსში. 1964 წელს კი გამაგზავნეს მარსზე. ამ ლენგსში ცენტრალურ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტომ ამ ლენგსში აწამებდნენ ბავშვებს. მე როგორც გითხარით თქვენ და ალტერებს გამოყოფდნენ. აი ამ ლენგსში პენიბრილის გამოუყვეს 2003 ალტერი. ესე იგი 2300 ჯერ იყო ნაწამები პენიბრელი. 2300 ჯერ. მე ხა არ შევალ დეტალებში, თუ გაინტერესებთ, მე მაქვს გადმოთარგმნილი 12 ვიდეო პენიბრელის, იქ კიდევ არის 2 საგა, მაგრამ დანუმრილი რომაა 1, 2, 3, 4, 2 და მეორე და მესამე ვიდეო ერთად მაქვს ჩაწერილი. ამიტომ თქვენ ორს ცალკე წარწერით ორიანს ვერ ნახავთ. ერთიანი, 2 და 3 ერთადაა, შემდეგ 4, 5, 6, 7 და ასე 12 ვიდეო არსებობს. გაინტერესებთ მოусმინეთ. ხო, რომ წარმოდგენა გქონდეთ. 1953 წლიდან მარსზე იქნა აშენებული ასობით ბაზები და ავანპოსტები. კორიგული, მარსზე ასობით 1000 ადამიანია საწარმოს ახლოს ცხოვრობენ და ქარხნებთან და მიყავთ სამუშაოზე სპეციალური მატარებლებით. იგივე ხდება ჩვენ სისტემის სხვა პლანეტებზეც. ეს ხალხი აკეთებს და ქმნის იმას, რითაც შემდგომობაში კაბალა და ილუმინატები ვაჭრობენ. ტონი როდრიგესი, ჩვენ ვიყავით 40,000 მოსახლე, საერთო რაოდენობა კი შეადგენდა ცერერაზე 225,000 ადამიანს და უცხოპლანეტელები იქ მოფრინავდნენ და მიფრინავდნენ. ხომ ის ადგილი სავაჭრო ბაზაც იყო. ზოგი ადგილები იყო სამოქალაქო არსებებისთვის. ზოგი სამხედრო პირებისთვის. მე ვცხოვრობდი იქ 12 წელი. მუშაობდი ორ კოსმოსურ ხომალდზე და დაკავებული ვიყავი მათ რემონტით. მოგვიანებით მე ამამ აღრეს და გავხდი ინჟინერი სატვირთო გაყოფილებაში. ჯორჯ, ეს ჯორჯი, ეს უკვე ახლა მე სხვა ვიდეოზე გადავედი, რომელიც ატვირთულია. კარგით, ამ ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი ვიდეო.